დიდი მადლობა ბატონ დევიდ ამ შესაძლებლობისთვის და საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის. Ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ამბავია გეოპოლიტიკურ რუკაზე, მაგრამ დავიწყოთ ირანით, სადაც განახლდა ავიადარტყმები. დაირღვა ისედაც ყიფე შეთანხმება, ამერიკის სამხედრო ძალების მობილიზაცია ისევ იზრდება ყურეში. ამ ზავის თითქმის არავის ჯეროდა, მაგრამ როგორი იქნება ეს ახალი ფაზა? რადგან წინა შეთანხმება ამერიკისთვის მაინც და მაინც მომგებიანად არ გამოიყურებოდა. ეს ახალი ესკალაცია რას მოუწევს მსოფლიოს და ამერიკას? The situation in the Middle East it remains very complicated. ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ ძალიან რთულია. ირანის რეჟიმი მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ლიდერი დაკარგა, არსებითად უცვლელი დარჩა. იგივე იდეოლოგია აქვს. იმავე პოლიტიკას ატარებს საკუთარი მოსახლეობის მიმართ და კვლავ ცდილობს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას. გარკვეული თვალსაზრისით შესაძლოა დაკარგული ლიდერების გამო კიდევ უფრო გაბედულიც გახდა, რადგან მასში შურისძიების ძლიერი სურვილი არსებობს. რამდენიმე კვირის წინ მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა განსხვავებულად განმარტეს. სწორედ ამ ბუნდოვანებამ მიგვიყვანა დღევანდელ ვითარებამდე. საომარი მოქმედებებისა და თავდასხმების განახლებამდე. გავრცელებული ინფორმაციით რაკეტა იორდანიის მიმართულებითაც გაუშვეს. ველოდები, რომ შეერთებული შტატები და შესაძლოა ისრაელიც უფრო ძლიერი ძალით უპასუხებენ. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე მხარეს ფართომასშტაბიანი ომი სურს. თუმცა ამ ეტაპზე ორივე მხარე ძალის დემონსტრირებას ცდილობს. პრეზიდენტი ტრამპი ხან მკაცრად აკრიტიკებს ირანის რეჟიმს, ხან კი ამბობს, რომ პროგრესი შეინიშნება. ამიტომ რთულია იმის განსაზღვრა, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებსა და კვირებში. It's a little hard to read where things are right now, let alone where they might be going over the next days and weeks. მაინც ფიქრობთ, რომ საქმე შეიძლება სახმელეთო ოპერაციამდე მივიდეს, იმის მიუხედავად, რომ მშვიდობის პრეზიდენტ ტრამპს ეს არ აწყობს. ნატო სამიტის დროს პრეზიდენტი ტრამპი აშკარად გაღიზიანებული ჩანდა და ირანის ლიდერებს, სკამერებს და ავადმყოფებს ეძახდა. ამ განწყობის კვალ და კვალ გეკითხებით, არსებობს თუ არა სახმელეთო შეტევის შანსი? I think a ground operation is unlikely. ფიქრობ, სახმელეთო ოპერაცია ნაკლებად სავარაუდოა. ნოემბერში შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები ტარდება და მიმდინარე სამხედრო ოპერაცია უკვე არაპოპულარულია. ირანში სამხედრო ჯარების გაგზავნა კიდევ უფრო არაპოპულარული იქნებოდა. პრეზიდენტი ტრამპი წინასაარჩევნოდ სამუდამო ომების დასრულებას პირდებოდა ამ მომრჩეველს. ამიტომ ასეთი ნაბიჯი შექმნიდა შტაბ-ჭრილებას, რომ ამერიკა ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთ ომში ჩაერთო. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, სახმელეთო ოპერაცია ნაკლებად მოსალოდნელია. And so I think it's unlikely that we would see ground troops going in. მაგრამ თუ კი ირანი უარს იტყვის მაღალ გამდიდრებული ურანის დათმობაზე, მაშინ რა ხდება? თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს შეერთებული შტატების პასუხი? და ეს თემა აქვე რომ დავასრულოთ, მინდა გკითხოთ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ ტრამპის ურთიერთობებზე. ომის დასაწყისში ჩანდა, რომ ისინი სრულ კოორდინაციაში მოქმედებდნენ. თქვენ ამ ეტაპზე რას ფიქრობთ, ემთხვევა თუ არა ისრაელისა და ამერიკის სტრატეგიული ინტერესები? I think we have seen ფიქრობ, გარკვეულ საკითხებში უკვე ვხედავთ განსხვავებებს შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის. თავად პრეზიდენტ ტრამპისგან მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მიმართ გარკვეული კრიტიკა. ჩანს, რომ ისრაელს განსხვავებული მიზნები აქვს. მიუხედავად ამისა, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ძალიან მჭიდრო ურთიერთობა უნდა შეინარჩუნონ და თანამშრომლობა გააგრძელონ. ისრაელი შიშობს, რომ შეერთებული შტატები ირანთან კონფლიქტს ნაადრევად დაასრულებს და მთავარ პრობლემას თეირანის რეჟიმის არსებობას ვერ მოაგვარებს. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა აიათოლა და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი ლიდერი გაანეიტრალა, რეჟიმი კვლავ ძალაუფლებაში რჩება. ამიტომ ფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას თავისი სტრატეგიისა და მიზნების გადახედვა მოუწია. ამავე დროს, ისრაელი კვლავ ჰეზბოლისგან მომდინარე საფრთხის წინაშე დგას. ხოლო ირანი ამ ვითარებას იყენებს, რათა პრობლემები და განხეთქილება შექმნას ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის. ამიტომ საერთო ვითარება კვლავ ძალიან რთული და მრავალმხრივია. So there too the whole situation remains quite complicated. ახლა გადავიდეთ ანკარაში გამართულ ნატოს სამიტზე და გადაწყვეტილებებზე, რომლის მიხედვითაც უკრაინას პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის წარმოების ლიცენზია გადაეცემა. ამას ვერავინ წარმოიდგენდა 2022-ში ან შარშან.
თქვენი აზრით, რამდენად სარწმუნო და გრძელვადიანია ეს გადაწყვეტილება? გვახსოვს წინა დაპირებები თომაჰოუკებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკისა და ტრამპის დაძაბული შეხვედრა ოვალურ კაბინეტში. რა შეიცვალა ფუნდამენტურად? ანკორიჯის სული გაქრა და ტრამპს ჯერა, რომ უკრაინა უფრო ძლიერია და მას როგორც ჩვევია, ძლიერის მხარეს არის? What clearly has changed is that the Ukrainians have seized the momentum. რაც აშკარად შეიცვალა არის ის, რომ უკრაინამ ინიციატივა ხელში აიღო. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი დამარცხებულია. ამისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ. გასულ კვირას რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური და ფთოსანი რაკეტებით უდიდესი ზიანი და მსხვერპლი მიაყენა. უკრაინელები რუსულ დრონებს საკმაოდ ეფექტიანად უმკლავდებიან, მაგრამ მთავარი გამოწვევა ბალისტიკური რაკეტებია. სწორედ ამიტომ მათ სასწრაფოდ სჭირდებათ პეტრიოტის ტიპის ჩამჭრელი რაკეტები. ამ თვალსაზრისით შეხვედრა ტრამპსა და ზელენსკის შორის შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. თუ შეერთებული შტატები მართლაც მისცემს უკრაინას პეტრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზიას და მათ ადგილობრივ წარმოებაში ჩართვის შესაძლებლობას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ამ რაკეტების წარმოებას დრო დასჭირდება. მაშინ როცა უკრაინას ისინი ახლა სჭირდება. იმედი მაქვს, ნატოს სამიტის შემდეგ ევროპის ზოგიერთი მოკავშირე პეტრიოტის ჩამჭრელ საკუთარ რაკეტებს უკრაინას გადასცემს იმ პირობით, რომ შეერთებული შტატები მათ მარაგს შემდგომში შეავსებს. უკრაინას ამ სისტემების მიღება სასიცოცხლოდ სჭირდება რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვისთვის. თქვენ ასევე სწორად აღნიშნეთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია როგორც ჩანს ხედავენ, რომ ომის დინამიკა შეიცვალა. მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინის შესაძლებლობამ ღრმა დარტყმები მიეყენებინა რუსეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ ობიექტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ამან რუსეთში ენერგეტიკული პრობლემებიც კი შექმნა. იმდენად, რომ ახლა ბენზინის იმპორტი უწევს. რაც საკმაოდ ირონიულია. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ განაცხადა, შესაძლოა სწორედ ეს ესკალაცია გახდეს აუცილებელი ნაბიჯი ომის დასრულებისკენ. ანუ გარკვეული გაგებით ესკალაცია დეესკალაციისთვის. შესაბამისად, ომის მიმდინარეობაში აშკარად ცვლილება შეინიშნება. ახლა მთავარი კითხვა ისაა, გააგრძელებს თუ არა შეერთებული შტატები იმ პოლიტიკას, რომელზეც პრეზიდენტმა ტრამპმა მიანიშნა. And the question will remain whether the United States will follow up on what President Trump seemed to indicate yesterday. დიახ, ანკარის სამიტი მართლაც გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა უკრაინისთვის. პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში პარტნიორებზე გაბრაზებული ჩავიდა. ჯორჯა მელონისთან არც მთლად კორექტული კონფრონტაცია ჰქონდა. შემდეგ იყო ესპანეთთან დაძაბულობა, თუმცა საბოლოო ჯამში ეს სამიტი მაინც იყო ევროატლანტიკური ერთობის დემონსტრაცია. თქვენი აზრით, რამდენად რეალური და მდგრადია ეს ერთიანობა? I think there was quite a contrast between the first day of the summit and the second day. ვფიქრობ, სამიტის პირველ და მეორე დღეს შორის საკმაოდ დიდი განსხვავება იყო. პირველ დღეს პრეზიდენტმა საჯაროდ ბევრი კრიტიკული განცხადება გააკეთა, ხოლო მეორე დღეს უკვე თქვა, რომ დარბაზში ბევრი სიყვარული და ერთიანობა იგრძნობოდა მოკავშირეებს შორის. მან ასევე შეარბილა თავისი კრიტიკა ესპანეთის მიმართ. მართალია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მას და პრემიერ-მინისტრ მელონის შორის გარკვეული დაძაბულობა შეინიშნებოდა, თუმცა ეს ჩემი აზრით სრულიად არასაჭირო პრობლემა იყო. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, მოკავშირეებმა შვებით ამოისუთქეს. მათ მიაჩნიათ, რომ სამიტი იმაზე უკეთ დასრულდა, ვიდრე თავიდან ელოდნენ. ის ფაქტი, რომ ნატოს წევრები თანხმდებიან თავდაცვაზე მეტი თანხა, საკუთარი მკლიანი შიდა პროდუქტის უფრო დიდი წილი დახარჯონ, ის საკითხია, სადაც პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად ეკუთვნის გარკვეული დამსახურება. ის დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ზოგიერთი მოკავშირე სხვების ხარჯზე სარგებლობდა. პირადად მე ამ შეფასებას სრულად არ ვეთანხმები, თუმცა ფაქტია, რომ მან ნატოს წევრებზე ძლიერი ზეწოლა მოახდინა თავდაცვითი ხარჯების გაზრდის მიმართულებით. ახლა ისინი ამ ნაბიჯს დგამენ და ვფიქრობ, სწორედ ამანაც შექმნა უფრო პოზიტიური ატმოსფერო. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დიდი დრო დაუთმო პრეზიდენტ ტრამპთან პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ზოგი მას ამის გამო აკრიტიკებდა და ფიქრობდა, რომ ზედმეტად წავიდა. თუმცა საბოლოოდ შესაძლოა სწორედ ამ მიდგომამ მოიტანოს ის შედეგები, რომლებიც ნატოს სჭირდება. But it may at the end of the day produce the results that NATO needs to see. ანუ ის კონკრეტული მისიით იყო. Correct. ზუსტად ასეა. გავაგრძელოთ სამიტის თემა. ტრამპმა თავად თქვა, რომ ანკარაში ერდოღანის გამო ჩავიდა. არის მათ შორის რაღაც ქიმია აშკარად. თქვენი შეფასებით, რამდენად გახდა თურქეთი დღეს შეერთებული შტატებისა და ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრალური მოთამაშე. ირანთან დაძაბულობის და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევების გამო ხდება თუ არა დასავლეთი უფრო მეტად დამოკიდებული ერდოღანის თურქეთზე?
Well, Turkey obviously თურქეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აშკარად უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა როგორც ევროპაში, ისე ახლო აღმოსავლეთში. პრეზიდენტ ერდოღანსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის ჩამოყალიბებულია ძლიერი ურთიერთობა. პრეზიდენტ ტრამპს საჯაროდ არ გამოუთქვამს შეშფოთება თურქეთში არსებული პოლიტიკური და დემოკრატიული ვითარების გამო, რასაც ვფიქრობ, პრეზიდენტ ერდოღანი აფასებს. ტრამპმა მიანიშნა, რომ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას და F-35-ის გამანადგურებლების გაყიდვის პროცესის გაგრძელებას უჭერს მხარს. თურქეთმა უმასპინძლა სხვადასხვა შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც რუსეთი და უკრაინა, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და ამ პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპიც სწორედ ამას აცნობიერებს, როგორც თავადაც აღნიშნა, თავდაპირველად ნატოს სამიტზე. სწორედ იმიტომ ჩავიდა, რომ მას პრეზიდენტი ერდოღანი მასპინძლობდა. because President Erdogan was hosting it. ახლა საქართველოზე გადავიდეთ. საქართველო არ იყო წარმოდგენილი ნატოს ანკარის სამიტზე, მეზობელ თურქეთში, როდესაც თურქეთი ჩვენს ნატოში ინტეგრაციას განსაკუთრებულად უჭერდა მხარს. საქართველო არ იყო არც ვაშინგტონის სამიტზე. კატასტროფული ტენდენციაა. ამდენ შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ საქართველო დასავლელ პარტნიორებს საბოლოოდ დააშორა. I'm not sure I'd agree that Ivanishvili, Kobakidze and others are დარწმუნებული არა ვარ, რომ ივანიშვილი, კობახიძე და სხვა ლიდერები ნამდვილად იზოლაციონისტურ პოლიტიკას ატარებენ. უფრო ჩანს, რომ ისინი მოსკოვთან დაახლოების პოლიტიკას მისდევენ, რაც გულწრფელად რომ თქვა, გარკვეული თვალსაზრისით კიდევ უფრო შემაშფოთებელია. საქართველოს პრეზიდენტი ირანში აიათოლას დაკრძალვასაც დაესწრო. ასევე ვხედავთ ფართო კონტაქტებს ირანთან, ჩინეთსა და რა თქმა უნდა რუსეთთან. ამიტომ ჩემი აზრით ეს ნაკლებად არის იზოლაციონიზმი და უფრო იმის გამოხატულებაა, რომ ქართული ოცნება ისეთი მიმართულებით მოძრაობს, რომელსაც რეგიონში ძალიან ცოტა ქვეყანა ირჩევს. ხედავთ, რა ხდება სომხეთში, რომელიც დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს. ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს რეგიონის სხვა ნაწილებშიც. ბელარუსშიც კი, მიუხედავად ჩემი კრიტიკისა არალეგიტიმური პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ, ის მაინც ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ზეწოლას, რათა ომში არ ჩაერთოს. არ გულისხმობ, რომ საქართველო ომში ჩართვას ცდილობს, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ურთიერთობებს რუსეთთან. მაშინ, როდესაც ევროკავშირთან, ნატოსა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები მკვეთრად უარესდება. ეს ძალიან შემაშფოთებელია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მკაფიოდ პროდასავლურია. მხარს უჭერს ევროკავშირს, ნატოს, შეერთებულ შტატებსა და დემოკრატიას. დღეს აშკარად ჩანს განსხვავება საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველი ხალხის პოზიციებს შორის. ამას ისიც ადასტურებს, რომ ყოველ საღამოს ათასობით ადამიანი კვლავ ქუჩაში გამოდის, რაც მართლაც შთამბეჭდავია. დიდი მადლობა, რომ ხედავთ ამას. რადგან ყაველაშვილის ირანში ვიზიტი ახსენეთ აიათოლას დაკრძალვაზე და რადგან თქვით, რომ ეს ივანიშვილის გააზრებული საგარეო პრიორიტეტია, შეიძლება თუ არა ეს ტრამპის ადმინისტრაციისთვის ოცნებასთან დაძაბულობის მიზეზი გახდეს. თუ ისინი ივანიშვილის ხელისუფლებას განსაკუთრებული ყურადღების ღირსად არ თვლიან. I think unfortunately სამწუხაროდ ვფიქრობ მეორე ვარიანტია. ჩემი აზრით, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამჟამად მრავალი სხვა საკითხითაა დაკავებული და საქართველოს მდგომარეობას დიდ ყურადღებას არ უთმობს. ვისურვებდი, რომ ასე არ იყოს. ამჟამად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც კი არ აგვყავს. ახალი ელჩის კანდიდატიც კი ჯერ არ არის წარდგენილი. რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები ადმინისტრაციის დიდ დროს იკავებს. ასევე ირანი და ჩინეთი. გარდა ამისა, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით ადმინისტრაცია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს დასავლეთ ნახევარსფეროს, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას, ასევე კანადას. ამ ფონზე სამწუხაროდ საქართველოს ყურადღების მიღმა რჩება. ეს ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება საქართველოს საკითხს სათანადო ყურადღებას არ აქცევს. თუმცა საკანონმდებლო ხელისუფლებაში, კონგრესში, ამ თემის მიმართ ყურადღება ნამდვილად არსებობს. განსაკუთრებით კონგრესმენი ჯო უილსონი ძალიან აქტიურად საუბრობს საქართველოზე და ვფიქრობ, შესანიშნავად აკეთებს ამ პრობლემის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებას. ასევე ამ საკითხზე ყურადღებას ამახვილებენ სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ჯინ შაჰინი და სხვა კონგრესმენები. ამიტომ კონგრესში არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს ყურადღებით აკვირდებიან, მაგრამ იმედი მაქვს, აღმასრულებელი ხელისუფლება შეძლებს მოძებნოს გზები, რათა უფრო ძლიერი ზეწოლა მოახდინოს ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილზე. of applying more pressure on Georgian Dream and on Ivanishvili.
დიახ, ჯო უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ძალიან აქტიური იყო. ალბათ ნახეთ საქართველოზე მიღებული დეკლარაციაც, ამ კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომელიც სწორედ კონგრესმენ ჯო უილსონის ინიციატივით დამტკიცდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები რეზოლუციის დაბლოკვას ან შერბილებას ცდილობდნენ, ეს ვერ შეძლეს. Რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება და რა მნიშვნელობა ექნება ასევე იმასაც, თუ კი ეუთოს მოსკოვის მექანიზმი რეალურად ამოქმედდება. I think any opportunities to bring more attention to the deteriorating situation in Georgia. ფიქრობ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საქართველოში გაუარესებული მდგომარეობის მიმართ საერთაშორისო ყურადღებას გაზრდის, მისასალმებელია. კონგრესმენ ჯო უილსონს ვაფასებ იმ შეუპოვრობისთვის, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებას მოახმარა. თუმცა საბოლოოდ საჭიროა, რომ მან ევროკავშირმა მთლიანობაში ან ცალკეულმა სახელმწიფოებმა სანქციები დააწესონ. ჩემი აზრით, სწორედ სანქციებია მთავარი ინსტრუმენტი საქართველოში ვითარების გაუარესებაზე რეაგირებისთვის. შეერთებულმა შტატებმა, როგორც იცით, სანქციები ბიძინა ივანიშვილს დაუწესა, თუმცა არა მთავრობის დანარჩენ წევრებს. სანქციები შეეხო რამდენიმე მოსამართლესაც, მაგრამ არა ხელისუფლებას. ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობაც უნდა დაექვემდებაროს ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს. ევროკავშირმაც მსგავსი ზომები უნდა მიიღოს. მიჭირს იმის ახსნა, რატომ არ გადადგმულა ეს ნაბიჯები, გარდა იმისა, რომ დასავლეთის სხვა კრიზისებით არის დაკავებული. ფიქრობ, ევროკავშირის და შეერთებული შტატებით სათანადოდ ვერ აფასებენ საკუთარ გავლენასა და შესაძლებლობას საქართველოში ცვლილებებს შეუწყონ ხელი. მათ გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე აქამდე გააკეთეს. And could do more than what they have been. დიახ, ჩვენ ნამდვილად ველოდებით დასავლეთის ადეკვატურ რეაქციას. თქვენ ახსენეთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომლებიც კვლავ ძალაშია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მისი სტრატეგია დაერწმუნებინა დასავლეთი, მიეღო საქართველო ისეთად, როგორიც დღეს არის, სულ უფრო მეტად მზარდი ავტოკრატია, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციასთან ეს მცდელობა ჩავარდა. It's failed in terms of თუ სანქციების მოხსნას გულისხმობთ, ამ მხრივ მისი სტრატეგია ნამდვილად ჩავარდა. თუმცა მეორე მხრივ ის მაინც აღწევს გარკვეულ შედეგს, რადგან საქართველოს ზეწოლა არ გაზრდილა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ხმამაღლა აღარ ლაპარაკობს. არც სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს მკაფიო განცხადებებს. გარდა ამისა, მეგობარი აქტიც კონგრესში ჯერ არ არის მიღებული. ახლა, როდესაც ყოფილი სენატორი მარკოენ მალინი ადმინისტრაციაში მუშაობს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სენატს ამ კანონპროექტის მიღების მეტი შესაძლებლობა აქვს. ამიტომ ერთი მხრივ ივანიშვილმა სანქციების მოხსნა ვერ შეძლო, მაგრამ მეორე მხრივ ქართულ ოცნებასა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე დამატებითი ზეწოლაც არ გაზრდილა. pressure applied against the rest of Georgian dream and the government. დიახ, გასულ კვირას ირაკლი კობახიძე შეერთებული შტატების საელჩოში დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე მიიწვიეს და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობაც მისცეს. როგორ უნდა გავიგოთ ეს? იყო ეს მხოლოდ დიპლომატიური პროტოკოლი თუ უფრო ფართო პოლიტიკური გზავნილი? I suppose რომ შეიძლება გავიგო, რატომ მიიწვიეს ის ღონისძიებაზე. თუმცა ჩემი აზრით, შეცდომა იყო მისთვის მიკროფონის გადაცემა. იმედი მაქვს, მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდება. hope that something like that wouldn't happen again. მინდა ანაკლი სპორტსაც გკითხოთ. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ტრამპის ადმინისტრაციასთან სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ცდილობს. ამავე დროს ანაკლის სპორტთან დაკავშირებით თითქოს სტრატეგიული უკან დახევა შეინიშნება. ადრე საუბარი იყო ჩინეთის მონაწილეობაზე, ახლა კი ხელისუფლება ამბობს, რომ პროექტს საქართველოს საკუთარი ძალებით განახორციელებს. არც რუსეთი და არც ჩინეთი. თქვენი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს პოლიტიკის ასეთი ცვლილება? It's hard to say. I mean, ჩემი აზრით, საუკეთესო პარტნიორი ამ პროექტისთვის შეერთებული შტატები იქნებოდა. ევროპაც კარგი პარტნიორი იქნებოდა. ჩინეთის მონაწილეობა კი კარგი სიგნალი არ იქნებოდა, რადგან ეს საქართველოში ჩინეთის გავლენას კიდევ უფრო გააძლიერებდა და ქვეყნის დასავლეთისგან კიდევ უფრო დაშორებას გამოიწვევდა. თუ საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად შეერა, რომ ამ პროექტს დამოუკიდებლად განახორციელებს, ზოგმა შეიძლება უბრალოდ წარმატება უსურვოს. თუმცა ჩემი აზრით, ასეთ მასშტაბურ პროექტს გარე ინვესტიციები და საერთაშორისო გამოცდილება სჭირდება. იმედი მაქვს, საბოლოოდ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება. decision will be made that would serve the best interests of the Georgian people.
კიდევ ერთი კითხვა და დავასრულებთ. ხელისუფლება როგორც ჩანს ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების ახალ ტალღას ამზადებს იმის მიუხედავად რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაშია. ოპოზიციონერი ლიდერი ელენე ხოშტარია. კიდევ არაერთი ადამიანი, მომღერალი, ჟურნალისტი, პოეტი, აქტივისტები. ისინი სამართლებრივი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ახლა კი არსებობს მოლოდინი რომ ციხეში შესაძლოა გაუშვან კიდევ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც. თქვენი აზრით, რის მიღწევას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ამ სტრატეგიით? I think Ivanishvili, Kobakidze and others are following the Kremlin playbook. ფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები კრემლის მოქმედების მოდელს მიყვებიან. ისინი მიზანში იღებენ კრიტიკოსებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ჟურნალისტებს. ჩვენ მსგავსი პრაქტიკა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებშიც არაერთხელ გვინახავს. სამწუხაროდ სწორედ ამ მიმართულებით მიჰყავს, როგორც ჩანს, ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას საქართველო. ამიტომ მსგავსი ქმედებები ჩემთვის მოულოდნელი არ არის. ფიქრობ, ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი და ქართული ოცნება ამისთვის უფრო მაღალ პოლიტიკურ ფასს არ გადაიხდიან. დიდი მადლობა. იმედია, ვაშინგტონი და ბრიუსელი მეტ ყურადღებას დაუთმობენ საქართველოს. თქვენ კი კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მუდმივი ინტერესისთვის. სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის.